მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო, თქვენი მყოფებით არხზე video lessons. მე ვარ მიშო და დღეს მე მინდა ჩემი და ჩემი მეგობრის საერთო gaming არხზე არსებული კიდევ ერთი გამარჯვებული გამოვავლინო. ანუ ჩემი და ჩემი მეგობრის საერთო gaming არხზე ტარდება ყოველთვიური კონკურსი, სადაც ჩვენ ვათამაშებთ ძალიან კარგ, შემიძლია ვთქვა რომ შესანიშნავ პრიზებს. ეს პრიზები თამაშდება რა თქმა უნდა Steam-ის პლატფორმაზე, ელექტრონული გასაღების სახით და ეს პრიზები არის ძირითად შემთხვევაში მაღალი კლასის თამაშები. მოდით ნახოთ დღევანდელ ვიდეოში ვინ გაიმარჯვებს. კონკურსი იყო გამოცხადებული 1 თვის წინ. კონკურსი მეგობრებო, ცხადდება მთლიანად 1 თვის განმავლობაში, ანუ თქვენ გაქვთ დრო 1 თვის განმავლობაში რომ შეამჩნიოთ ეს კონკურსი. ამ კონკურსის შესახებ პოსტით იწერება ჩემი მეგობრისა და ჩემი და ჩემი მეგობრის საერთო gaming არხზე, რის შედეგადაც თავისუფლად შეგიძლიათ გაიგოთ ამ კონკურსის შესახებ ყველაფერი. პლუს ამას, რა თქმა უნდა, მეგობრებო, რა თქმა უნდა, კონკურსს მოყვება თავისი წესები, რომელიც ჩამოწერილია აი აქ კომენტარის სახით. აბსოლუტურად ყველა წესის დაცვა არის სავალდებულო. დღევანდელი ჩვენი გათამაშების პრიზი კი არის Beyond Two Souls, მეგობრებო, შესანიშნავია შედევრი თამაში. გვყავს 3 მონაწილე და გამოვიყენებთ აი ამ პატარა აპლიკაციას, რომელიც დაიხვეწა, მეგობრებო, და თავისუფლად შეუძლია აი ამ პატარა აპლიკაციას დაგვეხმაროთ ჩვენ გამარჯვებულის არჩევაში. თუ გახსოვთ, მსგავს აპლიკაციას მე ვიყენებდი, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ის გაუქმდა და აი ესეთი სახით დაგვიბრუნდა. ეს არის სწორედ ის ძველი აპლიკაცია, ოღონდ უკვე განახლებული ფუნქციონალით და მასში უკვე მხოლოდ შეგიძლია შეარჩიოთ მაქსიმალური გამარჯვებულების რაოდენობა, რომელიც 10-ით არის შეზღუდული, ანუ სულ 10 გამარჯვებული შეგიძლიათ გამოავლინოთ და ქვემოთ შეგიძლიათ აიმე კონკრეტული სიტყვა ჩაწეროთ, რომლის მიხედვითაც შეიძლება მოხდეს გამარჯვებულის არჩევა. ამ შემთხვევაში მე ეს არ მჭირდება და უბრალოდ დავაწვევი start picking. აი ხლა დაითვლის ავტომატურად კომენტარებს, როგორც ხედავთ 3 კომენტარი ავტომატურად მონიშნა. დანარჩენ, ასე ვთქვათ, სისტემასაც აანალიზებს. და გამარჯვებული გახდა მეგობრებო გაგა გუდაძე. პირველი კომენტარის, ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი კომენტარის და საკმაოდ ჩამოყალიბებული კომენტარის ავტორი გილოცავ გაგა, პლუს მას ჰქონდა გარკვეული პოლემიკა წამოწყებული, რაშიც მე ავყევი, მეგობრებო, საკმაოდ საინტერესო თემა იყო. ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ ნახოთ და წაიკითხოთ, თუ რაზე ვსაუბრობდით. მე კი გაგას ვულოცავ გამარჯვებას. ეხლა მას მე დავუწერ ყველაფერს, რაც კონტაქტისთვის გვჭირდება. შემდგომ უკვე მოხდება წესების გადამოწმება და წესების გადამოწმების შემდგომ, თუ რა თქმა უნდა, გაგას ექნება ყველაფერი დაცული, მას გადაეცემა კუთვნილი გასაღები. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამ გასაღების ხელახლა გადათამაშება. დღეისათვის სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო, რაც მინდოდა შენ მეთავაზებინა. ეხლა კი დაველოდები თუ როდის გამოვა გაგა ჩემთან კონტაქტზე.